მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენთან მარსაბად და არხი გაბატიში 803. და დღეს მეგობრებო, როგორც უკვე ტრადიციად ჩვენ ისევ მივდივართ ჩვენს სამუშაოზე, ჩვენს ფერმერის სამუშაოზე, მაგრამ მეგობრებო, დღეს მე გაგახაროთ, რომ დღეს მე აქვს მხოლოდ გასაკეთებელი დიდი ფერმა, აი მხოლოდ ეს დიდი ფერმა და ჩემთან ჩემი ფერმა, მხოლოდ ეს ფერმა და იმ ფერმაზე მეგობრებო, მე შემკითხავ კიდე ერთი ფერმა დიდი მივა და იმ სამუშაოს გააკეთებთ ჩემს მაგივრად. მაგით მოვიდით მეგობრებო, დავაპარკოთ აფიქრებით ხოხი. და ასევე ავიღოთ ჩვენი რაღაცები, ჟანდაბა მეგობრებო. დამიმთავრდა უკვე მხოლოდ ერთ-ერთი კარტოფილი და ერთ-ერთი მზესუმზირა დამჩა სტაფილო და ფშენიცა უკვე აღარ მაქვს და თან ხელფასი სულ აი 40 სუმრუდი მაქვს და შემდეგ ხელფასამდე სულ ერთი თვე მაქვს და მომიწევს მეგობრებო 40 სუმრუდი და 10 სუმრუდის დახარჯვა აი ამ სტაფილოსა და ფშენიცაზე. მაგრამ არა უშავს მეგობრებო. თავარია მეგობრებო, ნახეთ რა კარგია მინდი. მეგობრებო, თქვენ გაინტერესებთ ეს რა დებილობა? მოდით მეგობრებო, მოდით წავიდეთ ჩვენს სამუშაოზე. ოპა, მეგობრებო, იქ რო ვიღაჩი ძენი გააკეთეს და პარალელურად ახლა მოგიყვებით ისტორიას. მოგეთ მეგობრებო, რომელიღაც ჟიტილნიკი გადმოსახლდა ჩვენთან, როგორც ამბობენ, სულ ერთი კვირით. ჩვენს სოფელში, გუშინ, კიდე ღამე საამე ვიყავი გასული ჟანდაბა მეგობრებო დამითორდა, არა უშავს აქედან ავიღოთ ფშენიცა. საამე ვიყავი გასული თამაშიდან. შემოვიდა ვიღაც ჟიტილნიკი ჩვენს სოფელში და მოგეთ აქ გადმოსახლდა, ასე რომ ვთქვათ. და მოგეთ მეგობრებო, მერი და რამოდენიმე ჟიტილნიკი ჩვენი სოფლიდან ამბობენ, რომ ეს ჟიტილნიკი რაღაც უცნაურია, რაღაც არანორმალურია თანაც და რაღაცებს ისეც აკეთებსო. უცნაურსო რა, მოგეთ ზოგი ამბობსო საერთოდ არანორმალურია, ზოგი ამბობსო უბრალოდ უცნაურიაო. მე მეგობრებო ჯერჯერობით არ ვიცნობ ჯერჯერობით ამ ჟიტილნიკს ვინაიდან მხოლოდ ახლა შემოვთამაში. ძალიან მინდა საკურველია გავიგო, ასე ვთქვათ, მივესალმო ეს ჟიტილნიკს, ვინაიდან გადმოსახლდა სულ და ჟიტილნიკო, შემთხვევით დაგარტყი თუ რამეა. ვინაიდან მეგობრებო, მხოლოდ გუშინ გადმოსახლდა და სულ გადმოსახლდა სულ ერთი კვირით, მინდა უბრალოდ გავიცნო, შესაძლებელია დავმეგობრდეთ. მაგიტომ მოდით მეგობრებო, ჩემთან ფერმა არის, ეგეც გავაკეთეთ და წავიდეთ უკვე სტუმრად იმ ჟიტილნიკთან. და აქ დავკეთეთ აქ რაღაც ბალახი გაიზარდა. მეგობრებო, აქ საერთოდ კარგი სტაფილო და კარგი კარტოფილი გაიზარდა, აი, ძალიანაც და კაია. ოკეი. და აქ ჩავსვათ. მეგობრებო, როგორ მინდა გავიცნო ეს ჟიტილნიკი. ნეტავი მეგობრებო, მართლა რაღაც უცნაური თუ არანორმალურია თუ ეს უბრალოდ ამბობენ, ასე რომ ვთქვათ, ამ ჟიტილნიკის შესახებ. ეს ჟიტილნიკები, იმიტომ თქვენ იცით მეგობრებო, ჩემს სოფელში ისეთი ჟიტილნიკები ცხოვრობენ, რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაც შეეშალოთ, მაგრამ მერს პრინციპში არ შეიძლება რაღაც შეეშალოთ. მოგეთ მეგობრებო, ჩვენ თვითონ გავიგოთ ეს ყველაფერი და აქ მეგობრებო დავამთავრეთ დღევანდელი სამუშაო, თოხი აქ დავდოთ და აქ ჩვენი და აქ მეგობრებო, პრინციპში შესაძლებელია რომ მხოლოდ ფშენიცა მაქვს საყიდელი. ვინაიდან აი სტაფილო უკვე 32-33 სტაფილო მაქვს. მოდით მეგობრებო, წავიდეთ და გავიცნოთ ეს ჟიტილნიკი. მაგრამ მეგობრებო, რაღაც შეხედეთ მეგობრებო, რა უცნაური სახლი აქვს, შეხედეთ, ანუ თითქოს ახლა მეგობრებო დაინგრევა, შეხედეთ მეგობრებო, აი სახურავი საერთოდ ნახევრად არ აქვს სახურავი. ფანჯრები, აი ერთ-ერთი ფანჯარას ხედავ და მეორე სართულზე საერთოდ არ არის ფანჯრები. მოგეთ მეგობრებო, მართლა რაღაც უცნაური ჟიტილნიკი, ანუ კაი მეგობრებო, ასე ვთქვათ, ჩვენ თვითონ გავიცნოთ. მეგობრებო, რაღაც დამიმერო. ოკეი. ოპანა და სად არის? მეგობრებო, სადღაც წასულია. კაი, პრინციპში ჯერჯერობით რაღაც წასულია სადღაც, მაგრამ უცნაური სახლი კი აქვს მეგობრებო, რა უნდა ვთქვა. კაი, პრინციპში მეგობრებო, დაველოდოთ თუ არა ეს ჟიტილნიკი. მეგობრებო, ნეტავი სად არის?
შეხეთ მეგობრო ის სახურავი საერთოდ არ აქვს ღმერთო ჩემო რა ეს მეგობრო ვერ გავიგე ეს რა არის მე მგონი მულიაჟი არ არის ხელოვნო ღმერთო ჩემო და ეს რა არის მეგობრო თითქოს მეგობრო ახლანდელია არ ვიტყვი მეგობრებო რა არის მაგრამ ძალიან გავს ამას და აქ მეგობრებო შეხეთ ეს სახლი საერთოდ ინგრევა და თქვენ რაღაცებს ხედავ აქ სახურავი საერთოდ არ აქვს და ეს რა წერია აქ ნაწერია აქ ერთუც მიზანი ამ სოფლის განადგურება რაღაც მეგობრებო ვერაფერი ვერ გავიგე რას ნიშნავს მიზანი სოფლის განადგურება და აქ მეგობრებო რაღაც აღარ მომწონს ეს სახლი მოით მეგობრებო აბა წავიდეთ აქედან და სადღაც წავიდე ჟიტილიკო გამარჯობა შენ ვინ ახარ? რატო შემოხვედი ჩემს სახლში? ჟიტილიკო მაპატიე შემოვიდი უბრალოდ მე მინდოდა შენი გაცნობა და შენ არ იყავი და მაპატიე შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ვინ მოგცა ამის საშუალება? ვინ გითხრა შეგიძლია შემოხვიდე ამ სახლში? ჟიტილიკო მაპატიე კაი მე წავა კაი და გაჩერდი ერთად არსად არ წახო მოიცადე ერთად შენ რა იყავი ასული მეორე სართულზე? არა შენ ნორმალ არა არ ვიყავი ჟიტილიკო თუ რამეა მოდი აბა გამეცალი რაც შეიძლება შენ ნორმალური ხარ? ანუ მოდი აქა არა დროზე მეგობრებო წავიდეთ გთხოვთ ჟანტაბა ჟიტილიკო გთხოვ გამიშვი მე არავის არ ვეტყვი მართლა გეუბნები საბა როგორც შემიზღარი შენ მართლა გონია რომ ასე მარტივად შემოხვიდოდი ჩემს სახლში და ასე მარტივად გახვიდოდი აქედან ხო? არა სპეციალურად კიბეებიც კი გადავხურე შენ აქ იქნები და დაიხოცები იმისაგან რომ არც საჭმელი არც სასმელი არ გექნება და შენ მეგონი ასევე დაინახე ხო ის წერილი რომ გავანადგუროთ მთლიანი სოფელი შენ მე ძალიან კარგად გიცნობ შენ ამ სოფელს სულ იცავ მაგრამ აი ძლივს აღმოჩნდა ერთი ჭკვიანი ჟიტილიკი რომელსაც შენ ვერასოდეს ვერ მოუგებ ჟიტილიკო და საერთოდ რა გინდა რომ გააკეთო რა გინდა სოფლისაგან საერთოდ რა დაგიშავა ამ სოფელმა მითხარი ხო აი უბრალოდ გამაგებინე რა დაგიშავა მე გავიგე რომ ამ სოფელში არის ძალიან ბევრი სუბრუნისა და ალბასების ბლოკები და გავიგე ასევე რომ აქ არის საკმაოდ ჭკვიანი ჟიტილიკები და ასევე გავიგე რომ არის ერთ-ერთი მცველი დავცავი ამ ჟიტილიკების რომელსაც ქვია საბა და როგორც გავიგე ეს ხარ შენ მე უკვე მოვკალი ორი ჟიტილიკი ამა და ასევე მე მალე ხვალ მოვიპარავ თელს სოფელს გავწარცო და ჟიტილიკებს წავიყვან ჩემთან ჟანტაბა ჟიტილიკო ისი როგორ ვერ გიტანა უბრალოდ აი მოვიდოდი შენთან გინდა ისე აი ერთ-ერთზე გამოვიდეთ მიდი აბა შევაჯიბროთ ერთმანეთს შენ გონია რომ ასეთი დებილი ვარ რომ გამოგიშვა და რომ მობიგო ხო იქნები აქა შენი ცხოვრების ბოლო წამამდე გაიგე ჟანტაბა მეგობრებო რა ვქნა არ ვიცი მეგობრებო პრინციპში მეგობრებო ეს ჟიტილიკი ისეთი დებილი არ არის მაგრამ ჭკვიანიც არ არის იცით რატომ შეხეთ აქ ჯერ ესეც არის აი ეს ასე ვთქვათ ძალიან ძველი კედელი ასევე მეგობრებო აქ არის ქვა მოგეთ მეგობრებო ერთი გეგმა მაქვს მე ახლა რაღაცნაირად ჟიტილიკს მოვატყუებ
გავტეხავ ამ ქვას, აი ასე ვიქნები, აი ასე. გავტევახავ ამ ქვას და ეგრევე ვურტყამ რამდენიმეს. კაი გეგმა ჩემი. ჟიძენიკო და ერთი კითხვა აქვს და შენ ისე ოდესმე გამიშვებ? საბა შენ რაღაც მეგონე ძალიან ჭკვიანი ხარ, მაგრამ შენ აღუჩი დებილი, არა, გაიგე? და ისე რომ გითხრა, შენი მერის არ დარჩება ერთ მხარეს, აუცილებლად მე მაგასაც გავანადგურებ. ჩანდება მეგობრო, კაი. არის კიდე მეგობრო, ჩემი ძალა არის ის, კაი. და აქ მეგობრო, ნუ რა გავანადგუროთ, კარების განადგურებას ძალიან ბევრი შეიძლება, აი ის გავაფუჭო ქვა, რამოდენიმე წამი. და აქ მეგობრო, ასე დავდგეთ, არაფერი არ დაინახოს და 3 2 1 წავიდით დროზე სამ არ დაინახა ამ ჟიძენიკმა სამ არ დაინახა ეს ჟიძენიკო ოპა შენ საბა რა შვები შენ ნორმალური ხარ так ჟიძენიკო დროზე მეგობრო სანამ არ გაიქცა დროზე так აბა რა გეკონა აბა ჟიძენიკო აბა რა გინდა აბა საბა არ გინდა რა გთხოვ так ჟიძენიკო რას უნდა მეთქვა აბა მიდი აბა რა გინდოდა ეხლა გეთქვა იცი რა უნდა მეთქვა და მეგობრებო ჩამარტყა ხმარი ნა მეგობრებო ხმარი ჩამარტყა ხარში დროზე მეგობრებო მოუკალი მეგობრებო ხარში ხმალი ჩამარტყა ჯანდაბა ნუ კაი მეგობრებო თლიანად არა ცოტათი მეგობრებო ცოტა სიცხლე მომდის მეგობრებო რა ვქნა ახლა მოიც მეგობრებო გავაფუჭოთ არ ვიცი მოგითავა მეგობრებო გავიდეთ აქედან მეგობრებო არც კი მოველოდი ამას როგორ ტკივა ეხლა უნდა წავიდე მეგობრებო მერთან ეგრევე მერთან დროზე так მე რამდენი სართულზე ვარ ეს მე რამდენი სართულია ეს მეორე სართულია ჯანდაბა და როგორ გადავხდები так ფრთხილად და აი ფეხში ცოტა так რა კიდე არ გადამიბრუნდა მეგობრებო ჯანდაბა სისხლი მომდის დროზე მერო გთხოვ გამოიძახე პოლიცია რა საბა რა მოგივიდა რატო სისხლი რატო მოგდის მე აგიხსნი გთხოვ ოდესაც პოლიციასაც ავხსნი და შენც აგიხსნი გთხოვ გამოიძახე პოლიცია კაი საბა ეგრევე გამოიძახებ კაი მადლობა მერო так მეგობრებო ახლა პრინციპში უნდა წავიდე და რამით მაინც უნდა დავიზილო ჩემი მატკენი მეგობრებო არც კი მოველოდი რომ ეს ახალი ჟიტენიკი აღმოჩნდებოდა ასეთი ცუდი აი ზუსტად ჩვენ სოფელში რატო ხდება ასეთი ცუდი ჟიტენიკები ეს სახლი უნდა გავანადგუროთ აუცილებლად რა მაქვს ასეთი ჯანდაბა არ ვიცი რა რითი მოდით აბა ამით აი მეგობრებო დაველოდები პოლიციას დაველოდები მერს თქვენ კი მადლობა დიდი ვინც უყურა ეს ვიდეო თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქი так გადავიხვიე კაია სცენა მაინც არ მექნება ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე ნახვამდის